ძალიან მაგარი რაღაც უნდა გაგიზიაროთ, მაგრესი რაღაცა. ხილოთ უნდა იყოს რომ აქ დარჩეთ და აქ დაგტოვოთ მაგადგიმაოდ. თუმცა მაგადგილზე ადამიანი ჩაუყოლებიათ რა. ესეთი რაღაცა ყოველთვის არ ხდება მეგობრებო, აი ესეთი რაღაცა არის ძალიან მაგარი. საწამულია ზუსტად ამ დროს მოვედი აქ. მოისმინო არა ადამიანური ფეხის ნაბიჯების ხმა. ჩემი ერთი ლაიქი რაღაცა სწორიც. მართლა მოგესალმებით მეგობრებო, დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ადგილზე მივდივართ, კასტე დე ფარნერს ესე ქვია, ფარნერს, უფრო აქაურად, ქართულად ალბათ ფარნერს. იქიდან სადღაც 60 კილომეტრი გვაქვს ალბათ გასავლელი, ძალიან მაგარი ადგილია. ცოტა რომ მიუახლოვდები, კიდე გადავიღებ რამდენიმე ვიდეოს, მე რომ მივალ ულამაზეს კადრებს შემოგთავაზებთ. ჯერ არ მინახია, მარტო რაღაც ვიდეოები, ფოტოებში მაქვს უფრო სწორედ ნანახი ვიდეოები, არც ერთი არ მინახია რაღაცა წესიერი. ხო და ჩვენ ვიქნებით პირველი ქართველები, ვინც ამ ულამაზეს ციხესიმაგრეს გადაუღებენ ყველაზე კარგ კადრებს. დროებით. ჩემო მეგობრებო, სულ ცოტა გადაგვრჩა, რამდენიმე წუთი ალბათ პარკინგის ადგილიდან, მე გავაგრძელებ ფეხით. აი ძალიან მაგარი ლამაზია რა. ეხლა რო უყურებ, მოვდივარ გზაზე, საერთოდ არ მინდა რომ გავაჩერო პირიქით, მინდა რომ მთელი გზა ვიღო და ვიღო. წესიურად არ მოგესალმეთ რომ მივალ ადგილზე მე მოგესალმებით ერთი გემრიელად მოგიკითხავთ რაღაცა სიტყვას შეგაწევთ. ყველა ვიდეოს ვიწყებ, ესე იგი გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ, რა შვებით, როგორ არის საქმეები, ამე რომ 1000 რაღაცას გეკითხებით. ერთი არავინ არ მიწერს კომენტარებში, კარგად შე როგორ ახარ, რა შვები, აი გარი, კაი. გზაში კი მოგესალმეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გაუმარჯოს ჩემო მეგობრებო. როგორ ახართ, აბა, რა შვებით? დამიწერეთ კომენტარებში. ვესწრებთ კიდე ერთ ძალიან მაგარ ადგილს, ფარნერის ციხესიმაგრეს, რომელიც არის ძალიან მაგარ ადგილზე. აი უმაღლეს წერტილზე არის აქაურობის. ეს ადგილი აშენდა მე-11 საუკუნეში 1040-1050 წლებში. წინასწარ იმიტომ გეუბნებით ამ ყველაფერს წარმოდგენა გქონდეს დაახლოებით სადაც მივდივარ. ანუ ეს ადგილი არ არის რაღაც ისეთი ციხესიმაგრე, რომელსაც ალყას შემოარტყავდნენ და აბა ბრძოლაში ჩაიკეტებოდნენ და 6 თვე ვერ იღებდნენ და რაღაცეები. სამეფოს არ გაუწია იმის ბრძანება, რომ ეს აეშენებინათ ან გაიკეთებინათ, ახლა ეს გააკეთეს აქაურმა ამ ქალაქის ფეოდალებმა, რომლებიც ემორჩილებოდნენ. ჟირონა არის ქალაქი, სადაც ეს არის პროვინცია, სადაც ეს არის აშენებული ეს კონკრეტული ციხესიმაგრე. ფეოდალები ემორჩილებოდნენ ჟირონის გრაფებს და ჟირონის გრაფების ბრძანებით აშენდა ეს ციხესიმაგრე იმისთვის, რომ მთელი ქალაქი ეკონტროლებინათ. ერთი საინტერესო ფაქტი რაც არის, რაც მინდა რომ აღვნიშნო აქაურობაში, რაც არის ძალიან მაგარი, ის რომ ზევით არის ციხესიმაგრე და ცოტა დაბლა მხარეს დგას ეკლესია რა. რაღაცნაირად რომ ერთდროულად აშენდა, ის ააშენეს და მე დაბლა ააშენეს უკვე ეკლესია და ძალიან მაგარი რაც მომეწონა. აი რაღაც ჩემი ჩაწვდომა ამ რაღაცის ის იყო, რომ აი თითქოს ციხესიმაგრე ააშენეს სხეულის დასაცავად, რომ საკუთარი სხეული დაეცვათ და დაბლა ეკლესია ააშენეს თავიანთი სულების დასაცავად რა. და ეს ორი ერთმანეთის გვერდით შერწყმა ისეთ მაგარ რაღაც კომბინაციას აკეთებს, რომ აი ძალიან მომწონს აქაურობა. მეგობრებო, რაც ყველაზე ძალიან მაგრამ მიყვარს მე აქ ადამიან მომწონს არის ის, რომ ძალიან შორი გზა არის გასავლელი, ხა იქამდე სულ ზევით მაღლა და მაღლა. ხო და ცოტა დრო მექნება რაღაცაები გელაპარაკოთ. დღეს უკვე მიკროფონის მუშაობ კამერასთან, უფრო პროფესიონალურად. ორი კვირა არცად არ წავსულა არაფრის გადასაღებად. ამინდებიც არ იყო, წვიმიანი ამინდები იყო ძირითადად სულ და ხელს არ გიწყობს ეგეთი ამინდი, რომ მოხვიდე გადაიღო და არ გამოდის ისეთი ლამაზი. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. იმიტომ რომ ყოველი ვიდეოს დადების შემდეგ გამომწერები ემატება ჩემს, რაც უდიდესი мотиваციაა ჩემთვის. რაღაცა სულ გინდა რომ გამოხვიდე, სულ გინდა რომ გადაიღო ადამიანებს გაუზიარო.
იქიდან გამომდინარე როგორ ყურადღებასაც იჩენენ, როგორც აფასებენ შენ გაკეთებულ საქმეს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც ვიდეოებში, ზოგიერთ ვიდეოში, 3 ვიდეო მიდევს არხე, ცოტა ბევრი ჭრებია ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მაინც არა ვარ მიჩვეული ისე კარგად კამერასთან მუშაობას, დამწყები ვარ და ბევრი რაღაცა მეშლება და მიწევს, რომ რაღაცა ჭრები გავაკეთო ხოლმე, მაგრამ მაგას აუცილებლად დავხვეწავ. რამაც ამ ადგილის ინსპირაცია მომცა, აქ რომ მოსულიყავი ეს ყველაფერი რომ გადამიღო, არის ის რომ პირველ რიგში ძალიან მაგარი კასტილიოა, ძალიან მაგრამ კასტილიო ციხესიმაგრე, ძალიან მაგრად მომწონს და დარწმუნებული ვარ თქვენც მაგრად მოგეწონებათ. თავისი ადგილმდებარეობის გამო გადავწყვიტე აქ მოსვლა, თავისი ისტორიის გამო, რა საქმესაც აკეთებდა სულ 4 საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა ეს ციხესიმაგრე, 4 საუკუნის მერე ნელა ფუნქციონირება დაკარგა, ხალხმა დატოვა აქაურობა და იმის მე დგას ესე რა, სადღაცა თუ მე-11 საუკუნეში ააშენეს, ესე იგი მე-15 საუკუნეში არც დაჟე 3-4 საუკუნის განმავლობაში უკვე აქაურობა ცარიელი იყო. არის კიდე ძალიან მაგარი 3 ლეგენდა, რომელიც მოვისმინე, დარწმუნებული ვარ თქვენც მაგრამ მოგეწონებათ. ერთი ქალი დაატყვევეს ამ ციხესიმაგრეში. დატყვევების შემდეგ ერთი და იგივე ციხესიმაგრეში ჯერ თავიდან ერთ ოთახში ყავდათ ერთ ციხეში. სულ იქ იყო გამომწვეული. მერე უკვე იმდენი ხანი ყავდათ, რომ ჩვეულებრივი მაცხოვრებელი გახდა ამ ციხესიმაგრის, ამ ქალთან დაკავშირებით არის დაფუძნებული ერთი ძალიან მაგარი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ეს ქალი საერთოდ არავის არ ელაპარაკებოდა ხოლმე, არც ერთ ადამიანთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა. ერთადერთი რასაც ელაპარაკებოდა ხოლმე იყო თავის საკანში არსებული ქვა, ქვის ნაჭერი. მერე წლების განმავლობაში აქ იყო ხოლმე და ერთადერთი რასაც აკეთებდა ხოლმე ღამღამობით ესაუბრებოდა ამ ქვას რა. ერთ ღამესაც რომ გააღეს კარები, აღარ დახვდათ შიგნით. გარე ტერიტორიაზე სულ ყველგან დაძებნეს თითქმის და არსად არ იყო. ისევ რა თქმა უნდა დაბრუნდნენ საკანში, აინტერესებდათ სადმე რომელიმე ადგილიდან ხო არ გაიპარა ან რამე ხო არ გააკეთა, მივიდნენ, მაგრამ არსად არაფერი, არანაირი გათხრილი, არანაირი არაფერი არ იყო. უგზო-უკლოდ დაიკარგა იმ ადგილიდან და ერთადერთი რაც იყო, ეს ქვა იყო გაბზარული. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა ამ ქალის გაუჩინარების მერე, რომ ეს ქვა გაბზარული იპოვეს მაგ ადგილზე. იძახიან, რომ ეს ქალი ამ ქვამ შეირწყა ბზარები, იმიტომ გაუჩნდა ამ ქვას, რომ ეს სუნთქა ამ ქვიდან. ეხლა შევალ განახებთ, რატო არის ეს მაგარი ეს ქვაზე ეს ისტორია, მაგასაც მოგიყვებით. ციხეებში ზოგადადაც ძალიან მაგრად მომწონს არის ის, რომ თითქმის ნებისმიერ ციხეში სადაც შემოდიხარ რაღაცნაირად აი თავს ხრი რა და ისე შედიხარ. საქართველოში შავხესურეთში იყო სახლები, სადაც ეგრე უნდა დაგეხარა და შესულიყო ორი რაღაც დანიშნულება ჰქონდა. პირველი იყო პატივისცემის გამოხატვა ოჯახის მიმართ და მეორე თუ მტერი გივარდებოდა სახლში, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა, თავი უნდა დაეხარა და თავს ყოფდა ესე და იმ თავის გადასხვება უკვე ადვილი იყო. არ იყო საჭირო აქ დიდი შემოსასვლელები. მტერს ადვილად არ უნდა მოეხერხებინა აქ შემოსვლა, უნდა გაჭირვებოდა მაქსიმალურად, ხო? ორი შემოსასვლელი, ერთი აქეთ არის, ერთი იქით მხრიდან, საიდანაც მე შემოვედი. ალბათ ორი შემოსასვლელსაც თავისი რაღაც დანიშნულება აქვს, რაც ჯერ არ ვიცი, მაგრამ მაგასაც აღმოვაჩენ, ახლა ვარ, ყველაფერს აღმოვაჩენ ჩემო მეგობრებო. აქ არ არის არც ერთი ფანჯარა. ციხესიმაგრის პირველ სართულზე რა თუნდა ფანჯარა, მტერი რომ მოსულიყო ან რაღაც რომ მოსულიყო, ფანჯარა არანაირად არ იყო საჭირო. პირიქით უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული. ბევრ ციხესიმაგრეში ვარ ნამყოფი და თითქმის ამდენი სათოფური არსად არ მინახია. ყველგან არის სათოფურები, რაც მიუთითებს, რომ მართლა ძალიან ძლიერი იყო აქაურობა და ძლიერად ინახავდნენ. ყველაზე მაგარი რაც არის განახებთ, რამსის კედლებითაა ნაშენები. აქ ერთი პატარა ძაღლი ამ ციხესიმაგრეში. საინტერესო იმით არის ეს ძაღლი, რომ
არავის არ ეკუთვნოდა, არავისი არ იყო, ციხესიმაგრემ შეიფარა და წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდა. არ ვიცი მე როგორ ითვლიან ამ ძაღლის წერს, მაგრამ ლეგენდა არის და რახან ლეგენდა არის, შეგვიძლია ყველაფერი ვივარაუდოთ, რომ ალბათ ეს ძაღლი 1400 წლის იყო, 300 წლის იქცავდა აქაურობას და შემდგომ როდესაც ყველანი წავიდა დაიცალა აქაურობა, უკვე აღარავინ აღარ ცხოვრობდა, თუ რამე იარაღი ქონდა, თუ რამე ხმალი ქონდა, ყველაფერი დაჟანგდა. ეს ძაღლი აქ ციხესიმაგრიდან არ წასულა, აქ იყო უდრეკად და მონადირეები ყვებიან ლეგენდის მიხედვით, რომ ხედავდნენ ძაღლს, რომელიც ყოველთვის დადიოდა ამ გალავანზე ციხესიმაგრის და იცავდა. ციხესიმაგრე აშენებულია ძალიან კლდოვან ბორცვზე და ბუნებრივი საზღვარი აქვს აქაურობას, აი ბუნებრივად იცავს თავის თავს რა. ალბათ რასაც უკვე ბუნება ვეღარ შეწუდა, ეს ადგილი მაგიტო ააშენეს მე, რომ უკვე ბუნება რაღაც რასაც ვერ აკეთებდა, უკვე ადამიანმა ააშენა თავისი ხელით, რომ გაეცვა ტერიტორია და თავიანთი ქალაქები. როგორც გითხარით, დაბლა ნაწილში საერთოდ იმიტომ არ არის ფანჯრები, რომ აქ თუ ვინმე შემოვიდო და აქაურობას თავი უნდა დაეცვა მაქსიმალურად როგორც შესაძლებელი იყო. აქედან გამომდინარე მარტო არის სათოფურები. ეს მეორე სართული იყო უკვე საცხოვრებლად. რაღაცნაირად რო უყურებ აქაურობას, აი სული მიმაღლება, მინდა რომ აი ხალხს უყურე ხარ ასაკეთებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ აქ. ეხლა რო გითხარით რომ ქალი იყო დატყვევებული მეთქი ამ ადგილზე და უგზო-უკლოდ გაქრა მეთქი და ვერავინ ვეღარ იპოვა. ერთადერთი იყო ეს ქვა, რომელიც გაბზარული იყო, ჯეროდათ რატომღაც რომ ამ ქვამ ეს ქალი შეიწირა როგორც ხარ, შიგნით დარჩა. ეს სამი ლეგენდა რითიც უკავშირდება ერთმანეთს, რომ თურმე ეს ძაღლი ამ ქვის დაბლა არასდროს არ წვებოდა, არასდროს არ იშვენებდა. მან ეხლაც იძახიან რომ ცოტა საღამო პერიოდში მზერო ჩადის, აქ რო შემოხვალ შეიძლება მოისმინო არა ადამიანური ფეხის ნაბიჯების ხმა. კართან ახლოს რომ მიხვიდეო, ცოტა მზერო ჩავაო და ყური დაუგდო ამ კარს, ამ ძაღლის სუნთქვის ხმა ისმის თურმე აქ დღესაც. იმ შემთხვევაში თუ აქ შემოხვედი და ძაღლმა იგრძნო რომ შენ საფრთხეს წარმოადგენ, თუ ცუდი გულში ჩაგროვილი ან რაღაცა ძალიან ძლიერი ქარი შეიძლება ამოვარდეს აქ. იმიტომ რომ ძაღლის სული იცავს აქაურობას. ძალიან მაგარი ძაღლი იქნებოდა. ხავალ უკვე კოშკში, სუსე დამხარეს. იქიდან განახებთ ხედებს როგორი არის, მე დრონსაც დავქოქავ. დრონსაც ჩავრთავ და დრონითაც შემოგთავაზებ ულამაზეს კადრებს. ძალიან გადავიხედე ყველა ადგილიდან რა და ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი წერტილიდან ამ კოშკის ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნებოდა რაღაცა მძიმე საგნების გადაყრა, ცხელი ზეთის გადასხმა ან რაღაცა მსგავსი რაღაცეები, იმიტომ რომ დაბლა თუ ვინმე ამოვიდოდა მტერი კარის ზევიდანაც კი შესაძლებელი იქნებოდა ამ მტერის ძალიან იოლად მოგერიება. არქიტექტურა გეუბნება, რომ აქ არ შემოხვიდე მარტივად რა. თუ სამტრუთა ხარ მოსული, აქ ვერ შემოხვალ მარტივად, ჩემო მეგობარო. აქ თუ გინდა სამოყროთ მოსვლა, კარს გაგიღებენ, ცუგრიკაც დაგხვდება შიგნით, მოგესალმება, მოგეგებება, მაგრამ თუ სამტროთ მოდიხარ, ძალიან გაგიჭირდება. აქ არ არის შენთვის მარტივი შემოსასვლელი, ასე რომ გააფრთხილი სანამ მოხვალ სამტროთან სამეგობროთ, ორივე უნდა კარგად გათვალისწინებული კონდეს. იქიდან გამომდინარე რომ რაღაცეები მინდოდა თქვენთვის კარგად მომეყოლა, დავდივარ უკვე მეორე თუ მესამე კრუგი დავარტყე აქაურობას. გარე ტერიტორიას ძალიან კარგად ვიცნობ, უკვე შევიდეთ შიგნით, სულ მაღლა სართულზე ავიდეთ და ნახოთ ხედები მაღლა სართულზე როგორ რანაირი იქნება, მე დრონსაც გავუშვებ და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგრამ მოგეწონებათ. ასეთი უცნაური ბებია და ასასვლელი. არ ვიცი აქ ჩემი ჩანთით ვეტევი, მაგრამ უჭველი ავეტევი. აი შეხედეთ მეგობრებო, აი ესეთი ადგილი არის.
ძალიან ლამაზია აქაურობა. შეიძლება რაღაცები კარგად მოვყევი, რაღაცები კარგად ვერ მოვყევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტათი მაინც მოგეწონებათ აქაურობა. დატკბებით, აქაური ხედებით, აქაური ყველაფრით. იმიტომ რომ ულამაზესია მევტკბები, მე ძალიან მომწონს და მიხარია რომ აქ ამოვედი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. თუ არ დაგეზარებოთ კომენტარის დამიწერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აი ეხლა ხო უყურებთ, აი ამ კადრზე ხო ხართ, ვინც ამ კადრზე მოხვედით, გთხოვთ დაბლა, სულ დაბლა, აი აქ არის გამოწერის ღილაკი, subscribe-ის ღილაკი და დააჭირეთ. ჩემთვის იქნება აი ყველაზე დიდი რაღაცა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ყველაზე საინტერესო რაც იყო, როცა ვიდეოების გადაღება დავიწყე, რომ ის ადამიანები, ვისგანაც ყველაზე მეტად ველოდებოდი, რომ ჩემ გვერდით იდგებოდნენ, мотиваციას მომცემდნენ, მეტყოდნენ, რომ აბარა, მიდი ვიდეოებს გამიზიარებდნენ, რაღაც ცოტა რომ ნახვები მომმატებოდა. ეგ ხალხი ყველაზე ნაკლებად აქტიურობდა და თითქმის მაქედან უმეტესობა თითქმის არაფერს არც ერთი ლაიქი და კომენტარი არ დაუწერიათ და რაღაცნაირად გულში ხინჯად მქონდა ხოლმე, რომ აი რატო მოხდა ეგ რა. დიდი მადლობა, ვინც თუნდაც ერთ ლაიქს მიწერთ, ერთ გამოწერას, ერთ კომენტარს მიკეთებთ, აი ძალიან დიდი მადლობა თქვენგანს, მაგრამ ამ ადამიანებისგან წინდა ხოლმე რაღაცნაირად და ყოველთვის მქონდა ხოლმე შეკითხვა, რომ რატო არა, აი რატო რა უნდა ხო ერთ დალაიქებას. თან მით უმეტეს მეგობრობთ, ჩემი ახლობლები ხართ, საყვარელი ხალხი, მაგრამ არა უშავს. და აქედან გამომდინარე რომ ეგ შეკითხვები მქონდა, რაღაცნაირად გულზე მხვდებოდა ხოლმე, რომ აი ჩემები არა ხართ და რაღაცა და უცბად ნახე მე გიგი ქათამაძის ვიდეო, რომ ეგ კომენტარებში დაუწერეს, რომ აი მაგაზე რა რეაქცია გქონდაო და თქვა რომ თავიდანვე კი მწყინდაო რაღაცნაირად თუ, მაგრამ მე სხვა რაღაცეები დავსახე ჩემ მიზნათო და მე აღარ მაწუხებდაო ეგ ყველაფერიო რა. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თუნდაც მარტო დედაჩემს რო ეყურებინაო ჩემი ვიდეოსთვისო და მარტო მეო, მაგითაც ბედნიერი ვიქნებოდიო და დღეს აი ამდენი ხალხი მიყურებთო რა. რაღაც დაახლოებით ეგ ლაპარაკი იყო და იმაგან ძალიან დიდი мотиваცია მომცა რა. და მეც მივხვდი რომ აი ამ ყველაფერს რეალურად ჩემი გულისთვის ვაკეთებ, აქ რომ მოვდივარ, აქაურობას ვათვალებ, მე მრჩება ეს თითოეული ისტორია, თქვენს გიზიარებთ, მაგრამ აი მე მრჩება და ამითაც კი ბედნიერი უნდა ვიყო, აი ყველაზე მეტად რა. და ზუსტად ეგრე გავითვალისწინებ ბოლომდე გიგის მაგნა თქოს მადლობა კომენტარის დამწერსაც, ვინც გიგის ეგ დაუწერა და მადლობა გიგის პასუხსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდად შეცვალა ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა როგორც გითხარით, დრონის ფრთებს გავშლი ჩემო მეგობრებო და განახებთ ულამაზეს კადრებს აი ამ ციხესიმაგრიდან. ტრადიციული შეკითხვა, მზად ხართ? წავედით. ისიც მომიდოდა წეგან და სამწუხაროდ არ დამწყდა. დრონის კადრები უკვე გადავიღე, როგორც ნახეთ, იმედია მოგეწონებათ, კიდე გადავიღებ. ეხლა მეგონი მხარეს უნდა ავიდე, იქ ძალიან მაგარი ადგილი არის. ციხესიმაგრის მოპირდაპირე მხარესაც. ესე იგი, ისე თქვაც მინდოდა წეგან ლეგენდა რომ მოგიყევით იმ ქალზე, რომ კედელს ელაპარაკებოდა. ეგ ადგილი გადამოცემის თანახმად არავინ მაგ ადგილზე არ ლაპარაკობს, თუ ლაპარაკობენ ძალიან ჩუმად ისე რომ სხვას არავის არ გააგებინონ და ეგ ადგილი ყოფილა ძალიან საიდუმლოებით მოცული, იქიდან გამომდინარე რომ თუ მაგ ადგილს ძალიან იპოვი და ძალიან დიდი ხანი დააკვირდები, მიგიწებებზე და ვერ მე დროის შეგრძნება გეკარგება. თითქოს აქაურობა აღარ გიშვებს რომ წახვიდეთ. გავიწყდება დროის შეგრძნებას კარგავ და აქაურო აქ გინდა რომ სულ იყო 24 საათი, ისე რომ ვერ ხვდები რატო. ხო და ვეძებე წეგან ეგ ადგილი რა ვიცი, მეთქი რა ძალამ უნდა იმოქმედოს ჩემზე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიპოვე და გამოირჩევა იმით რომ ეგ ადგილიო, რომ სხვა კედლებთან შედარებით უფრო შავი არისო ეგ ადგილიო.
უფრო შავი კედელი არისო და ნესტიანი არისო რა და მაგაზე მიხვდებითო რომ ეგ ადგილი არისო რა, მაგრამ ხილად უნდა იყოთო რომ აქ არ დარჩეთო და აქ არ დაგტოვოთო მაგ ადგილმაო და წეგან აქედან ახლა ზევიდა რომ გადავიხედე რაღაც თითქოს ნესტიანივით მომეჩვენა ეს ადგილი. თურმე ნესტიანი იმიტომ არის ეს ადგილი, რომ აქ მშენებლობის დროს როცა ციხესიმაგრეს აშენებდნენ, თურმე მაგ ადგილზე ადამიანი ჩაუყოლებიათ რა. მაგის მერე სულ ნესტიანია ეგ ადგილი რა. ხო და რა ვეძებდი და ნესტიანი არსად არ იყო არაფერი რა. მაგრამ ერთი ადგილი კი არის საინტერესოდ გამოხატული. აი იქით თითქოს მართლა აითან ისი არის რომ ესი ოთხკუთხედია გაკეთებული. ახლა მივიდეთ მაგ ადგილზე და აბა დავაკვირდეთ იქნება. მიტოვოს ამ ადგილმან რაღაცა, რა ვიცი, აბა უნდა დავაკვირდე ადგილს. თუმცა მაინც წამსვამ შავითო საათზე რომ ცოტა ზედმეტი არ მომივიდეს რომ მართლა რამე შარჟი არ გამოყოთავი. აქ არ მივება თორე ხო გაგიჟდებიან ჩემები. აქ რო მივეჯაჭო. შემოღობილე თითქოს აი აქ ერთი ადამიანი შეიძლებოდა რომ დაიმწყდიათ აი ამ ადგილზეს გალავანი ისე მოდის და აი ამ ადგილზე პანჯარასთან აი ნახეთ აი ესე არის ეს ადგილი გაშავებული ალბათ თუ ამჩნევთ აქ აი ამ ადგილზე არის გაშავებული მთლიანად ხო და რა ვიცი აბა შეიძლება ეს ადგილია მე ხა დავდგები და დავაკვირდები ამ ადგილს აბა ცოტა ხანი და ვნახოთ თუ რამე შეიცვალა გეტყვით A few moments later. 1 hour later. 6 hours later. 1 million zillion jillion dillion cotillion times later. მეგობრებო, ეგრე ვიდექი, უყურებდი იმას. ხო და დრო დამეკარგა რა. პირველ საათზე მოვედი 4 საათამდე მაგას უყურებდი. რავი რა უბედურებაა. თუ ვინმე აქ ამოხვალთ არ დაგავიწყდეთ რომ მანდ არ მიხვიდეთ თორე თქვენც ეგრე პირველ საათზე 12-ზე რო დადგებით 4-5-მდე მოგიწევთ მანდ ყოფნა. აი აქ არის მეორე ჭიშკარი. კაც გავუძით, რომ ორი მოსასვლელი აქ ციხესიმაგრეს ერთი ამ მხრიდან, ეხა საიდანაც გამოვედით, ერთი მეორე მხრიდან და ნახოთ აბა იქ სადაც ვაპირებ. ასვლას იქაც აუცილებლად უნდა ავიდე, იმიტომ რომ არ დამინდა რომ დამავიწყდეს. ესე იგი იქ ეწერა რომ გასვლა აკრძალულია იქ მეორე მხარესო რა. ეწერა კი, მაგრამ მერის ნიკა ვარ თუ ცოტა წესები ოდნავ მაინც არ დავარკვიე, სხვანაირად არ გამოვა. ხო და რა ხდება? ეხლა შიგნით ვიყავი, ორად-ორი ადამიანი იყო შიგნით იმაში ციხესიმაგრეში და ეს ორი ადამიანიც არ იყვნენ დაქაურები. ამიტომ ახლა ვერავინ ვერ მევწვის გენოზვალი, ვინმე ვიცით ამ ადგილზე ნახოთ რა არის, აბა იქნება რამე დამარხული ოქრო ვიპოვოთ. მე მაგრა ვეძებ ამ ოქროს. მაგარი მძებნელი ვარ, თუ ვინმე იცით სადმე ოქროთ კომენტარებში დამიწერეთ და მოვძებნოთ. აი ამ ადგილზე წერა არ გახვიდეთო და რავი რა არის ამ ადგილში ეგეთი განსაკუთრებული რომ გასვლა არ შეიძლება კედლებია მარტო. გადასავარდნი როა მაგ ამბავში. აქ ესეთი როა. მაგიტო ეწერა. მაგრამ მე მაინც ახლა მეორე მხარეს უნდა გადავიდე, შანსი არ არის. აი აქ იქნება რამე საინტერესო იყოს, იმიტომ კიბეები არის იქა და ისთვის არის კიბეები თუ ასვლა არ შეიძლება. რაღაცა ოთახია აშკარად აქ რა. იმიტომ რომ აი იქ აღარ გაძლევენ უფლებას გადასვლის, აი რო ჩანს რაღაცა მოაჯირი. ხო და ამა ესეც ჩავიაროთ ერთი. ხერა ლამაზია ხალხო. აი ეს არის ეკლესია, აი. ეს ეკლესია ქვევიდან როცა ამოდიხარ ეკლესია უნდა ამოიარო და ამოდიხარ ციხესიმაგრეზე. ძალიან ლამაზი ადგილია. ერთი უცნაური რაღაცა შემევთხა ჩემო მეგობრებო, ალბათ დააკვირდებოდით იმას, რომ პირველ რამდენიმე ვიდეოში მიკროფონი მეკეთა და მიკროფონით ვიღებდი კადრებს. სამწუხაროდ არ დავტენე არც ერთი მიკროფონი, ორი მქონდა სულ. ორივე დამიჯდა და მომიწია
ძველ ტრადიციას დაუბრუნებოდი და მიკროფონის გარეშე ჩამეწერა ეს დანარჩენი ვიდეოები, მაგრამ არ აუშავს. ისედაც რო შევხედე მიკროფონს, რაღაცა დიდად არ მომეწონა. ჩემი აზრით არ არის კარგი ხარისხი და შემდგომში აუცილებლად ვიქონიებ კარგი ხარისხის მიკროფონს, ისეც უფრო დიდი ხანი ძლევდეს და გადავიღებ უფრო კარგი ხარისხის ვიდეოს. თავარია ჩემი სათქმელი გაიგოთ, ჩემო მეგობრებო, თავარი ეგ არის. მე მაგას ვცდილობ ეხლა თან ამას რო გელაპარაკებით, აი ეს ძალიან უცნაური და ძალიან ლამაზი ხე დგას და მინდა რომ განახოთ, აი ესეთი ხე მე არასდროს არ მინახია რა. ასე თუ ისე კარი ტერიტორიას ცოტა ისეთ ადგილებიდანაც დავათვალიერეთ, სადაც არ შეიძლებოდა მისვლა. არ ვიცი აქ ძარული რა იყო. მაინც რა ვიცი. მაინც რაღაცა კაი არის, რაღაცას რო არ ხვევ, რაღაცა რო ისე არა, სხვანაირი როა კაია ეგ ამბავი. ხო და ეხლა მეორე მხრიდან დავალ, აქ შიგნით არც ჩანს ვაფშე არა, საერთოდ არ ჩანს შიგნით რა არის. ის გამოაგზავნული. მეთქი ფანჯირიდან მაინც პატარა სათოფურიდან მაინც შევიხედები მეთქი, მაგრამ არა ჩანს მეგობრებო. რაც არა ჩანს თავზე ვიძალა არ არის. თავს ვერ ვიკლავდა. არ მიგიღებენო. ხო არც იქინე მიმიღონ. არც აქანე გავჩერდი საიცავი. მეგობრებო, აი აქ ვაპირებ ასვლას. ბოლომდე უნდა ავიდე, იმიტომ რომ იქ რო ავალ მერე ციხესიმაგრე ძალიან მაგრა ჩანს იქიდან. აი ესეთი ძნელია სასვლელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ მეგობრებო. წავედით. ესე იგი, საკმაოდ დამღლელი გზა არის. მაგრამ თქვენი და საქართველოს გულისთვის ქვას შევჭამ. ეს ციხესიმაგრე, რომელიც ქვითაც არის ნაშენები, იმას დავღეჭავ. აი მე როგორ ვიღლები და თქვენ გამოწერაც არ გინდათ არის. გამოიწერეთ არის. გემუდარებით აბლა, იქვე არის. არაფერი არ უნდა. დაპაუზეთ არხი. დაპაუზე. მიდი გამოიწერე არხი ხა. გიცდი. აკი გამოიწერე. ჯიქარი ხარ. მიყვარხარ იმენა. ძალიან მიყვარხარ. მადლობა. გამოიწერეთ არხი მეგობრებო და ალაიქეთ ვიდეო. ხან მართლა ისეთ არხებს დავალაიქებ ხოლმე რომ მართლა რო არაფერში არ გამოდგება. იმედი არ მიწენდი, მეც გაიგებენ ვიზე ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც იმიტომ რომ ცოტა მივეხმარო რა. ჩემი ერთი ლაიქი ბევრ რაღაცას ცulis. მართლა და ჩემი ერთი გამოწერა და ხანდახან უბრალოდ მაგის გამო ვიწერ ხოლმე რომ სუმცირედით მაინც მივეხმარო. ადამიანთა თქვენც გამოიწერეთ ჩემი არხი. მე მგონი ამოვაღწიე და ამოვედი. ახლა მივიდეთ აი ნაპირთან და გეტყვით რატომ მინდოდა ამ ადგილზე ამოსვლა. შენ ნახე რა მაგარი ხედებია ყველგან. მთლიანად პანორამული ხედებია სულ ყველგან. მთელი ტერიტორია ჩანს. ეხლა განახებთ ციხესიმაგრეს. და ერთ რაღაცას ვილაპარაკებ კიდე. აი მეგობრებო, დააკვირდით ციხესიმაგრეს. სად არის უბრალოდ რა? აი ხო ხედავთ სად არის. ეხლა მთელ ტერიტორიაზე ასე თუ ისე გაგახედებთ. ამ ციხესიმაგრეზე მაღალ წერტილს ალბათ აი იმ თას თუ ნახავთ. მაგრამ იმ თიდან უკვე სამაგიეროდ ეს ქალაქი რასაც ეს თავზე გადაყურებს არა ჩანს. ეს არის ძალიან მაგარ სტრატეგიულ ადგილზე. აქედან ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა დანახვა. ეხლა მე აქ ეს დაბალი მთა მეფარება, მაგრამ აი ამ გასაყარში სულ არის ქალაქი და ქალაქი ჩანს. შეხედეთ როგორც ციცაბო ფერდობზე არის აქაურობა
აშენებული ჯერ ამ ქვების ამოტანა აქ, რავი. ამის აშენება ყოჩახ რა. ყველას ვაფასებ ვინც ეს გააკეთა. ძალიან მაგარი რაღაც უნდა გაგიზიაროთ, ეხა უმაგრესი რაღაცა აქ ვიდექი რა, აქეთ გადმოვიწიე, რომ იქით კოშკს უყურებდი და ვიდეოებს ვიღებ და მხრებზე მაქვს, როგორც ხედავთ, საქართველოს დროშა შემოხვეული და უცბად იქიდან კოშკის მეორე მხრიდან მესმის ხმა, აი ძალიან ბედნიერი ვარ ეხა რა, რომ მეტირება, მართლა მეტირება მთელი გულით და სულით. აი რო უყურებ, ეხა ეს სანამ მოგიყვებით, არ ვიცი, ხმაზე მეტყობა მიკანკალებს ალბათ აი სიხარულისგან. ხო და მხრებზე შემოვიხვიდე, დროშა რომ ერთი ვიდეო ჩაწერა მინდოდა და უცბად კოშკის თავიდან მესმის ხმას საქართველოს გაუმარჯოსო. ძალიან გამიხარდა იმე, აი ძალიან გამიხარდა იმე. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი ქართველები ყავს და ესეთი მაგარი ხალხი ვართ რა. და ერთმანეთის დანახვა ყოველთვის ყველგან გვსიამოვნებს. ესეთი რაღაცა არის ძალიან მაგარი. საწამოვიდი, რა ზუსტად ამ დროს მოვედი აქ და რა ზუსტად გავშალე ეს დროშა. ჩემ დროშას ვინაცვალე. ყველაზე ცოტა ვართ ქართველები, მაგრამ ყველაზე მაგარი ერი ვარ. საქართველოს გაუმარჯოს და თითოეულ ქართველს გაუმარჯოს. ეხა მე ამ ადამიანებმა იმხელა სიყვარული და პოზიტიურობა დათესეს ჩემ გულში, რომ აი მაგას ვერაფრით ვერ იყიდი. მაგ ფასდაუდებელი სიხარული არის. ეხა ჩავალი მედია გავიცნობ. ეხა ჩავდივარ დავლა, ნელა. მივარ მანქანასთან. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ერთი ესეთი გეგმა მაქვს მეგობრებო, მივალ ერთ-ერთ სანაპიროზე, სადაც გავატარებ 24 საათს. ამ 24 საათის განმავლობაში არანაირ საჭმელს არ წავიღებ. ძალიან ცოტა წყალს წავიღებ, იქიდან გამომდინარე, რომ მინდა რომ წყალიც იქვე მოვიპოვო, საჭმელიც იქნება თევზი დავიჭირო, რაღაცებს ანკეს რაღაცებს წავიღებ. უმაგრესი ვიდეო გელოდებათ წინ რა. თუ მოგწონთ ეს აზრი, რასაც ახლა მე ვიძახი, დამიწერეთ კომენტარებში. ერთი 24 საათიანი გასვლა მოვაწყოთ და ამ 24 საათიანი გასვლის შემდეგ შეგვიძლია რომ სხვადასხვა გასვლები მოვაწყოთ, რაღაცეები მოვამზადოთ, ერთად რაღაცეები გავაკეთოთ და დარწმუნებული ვარ, მაგრამ მოგვეწონება, თუ ეს იდეა მოგწონთ, დამიწერეთ კომენტარებში. ეგ აუცილებლად გავაკეთოთ. არისო ადვილი ასასვლელი, ხო იცი? დაჟე ადვილი კი არ, ცოტათი ძნელიც არის. მანა სამაგიეროდ ყველაფერი ღირს. იმის გარდა რომ აქ ესე ვიარეთ და 1000 რაღაცა მოვახერხეთ და გავაკეთეთ, კიდე ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, რომ ქართველები გავიცანიან. შენ კინაცვალე. შენ ხმის გაგონება ისე გამიხარდა დღეს. შენ მე მკითხე რომ გამიხარდა დროშის დანახვა. კინაცვალე. ვიდეო რო გადავიღო ხო? კი, არ არის პრობლემა. აი ესეთი მაგარი შენი სახელი? ოთარი. ნიკას მაო, კინაცვალე, ციკლაური. აი ესეთი მაგარი კაცი გავიცანი ქართველი, წეგან მაღლა რო ვიყავი, ასული კი გითხარი. დამიძახა მაღლას საქართველოს გაუმარჯოსო და სანამ აი ეს ერთმანეთის დანახვა მაგრა გაგვიხარდება, საქართველოს გამარჯვებული იქნება. ამინ. შემოგება. გამიხარდა. პატარა ხელის თხოვნა ქონდა იქ ჩემა ძოლისულმა ხელის. კინაცვალე. შეყვარებულს და კინაცვალე, რა კაი ამბავში, შევხვდით ესე ერთმანეთს. ძალიან გამიხარდა ამ ადამიანის გაცნობა. ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ ერთმანეთს ქართულად. ერთადერთი რაც გულს მტკენს არის ის, რომ უცბად ის დაძახების მომენტი ვერ გადავიღე. როგორც ყოველთვის, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ვიდეო მოგწონებოდათ. ეს ვიდეო ძალიან კარგი გამოსულიყო. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, subscribe ღილაკს დააჭირეთ. რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. Muchísimas gracias a todos. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ყველაფრისთვის. აბა ნახვამდის, ძალიან მიყვარხართ ხალხო. კარგად.